უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე. მშვიდობისა ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა ავანსცენა სალომე კასრაძესთან და ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, რადიო იმედი საუბრობს თეატრზე, რა თქმა უნდა, დღეს სამშაბათია და ჩვენ ყოველ სამშაბათს საუბრობთ ხოლმე მხოლოდ თეატრზე საღამოობით. სალომე, ძალიან დატვირთული თეატრალური კვირა იყო ჩვენ წინა გადაცემაში. კვირები და ამ კვირაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ყოველ კვირას ვაჯამეთ ხოლმე. წინა გადაცემაზე ვისაუბრეთ ქეთიდოლიძის ფესტივალ საჩუქარზე, სწორედ ის ჩაგვერთო, ისაუბრა, როდესაც დასრულდება ფესტივალი, ჩვენ აუცილებლად შევაჯამებთ, რა თქმა უნდა. ამ საფესტივალო ჩვენებას, თუმცა აქ მინდა თქვა რომ მე ვნახე რამდენიმე სპექტაკლი, დიმიტრი კრიმოვის სპექტაკლი, პეტერბურგის სპექტაკლი და პეტერბურგის სპექტაკლი ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბე, ეს იყო ყველაზე მეტად მსუბუქად მოწოდებული არაჩვეულებრივი სანახაობა. ირინა ბრუკის სპექტაკლიც ვნახე სხვათა შორის. ნუ ისეთი არ იყო როგორც მამის, მაგრამ რასიზა დაიხვეწები. და ახლა ჩვენ დღეს დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ თეატრალურ პრემია დურუჯზე, რომელიც ასევე დასრულდა და ნიკოლოზი იყო ჟიურის წევრი, სულ 5 ჟიურისგან შედგებოდა, 5 წევრისგან შედგებოდა ჟიური და ნიკოლოზთან ერთად, აი მე-4 წევრმაც გამოავლინეს საუკეთესო ნიკოლოზ ჩამოვთვალოთ საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი, საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი, ახალგაზრდა რეჟისორი, რომელიც კულტურის სამინისტროს დაწესებული პრიზი იყო, სცენოგრაფი, დრამატურგი და საუკეთესო რეჟისორი, ახალგაზრდას და ძველგაზრდას ერთად უკვე და ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება ჟიურის წევრი თეატრმცოდნე ბატონი გია ცქიტიშვილი. საღამშვიდობის ბატონო გია. საღამშვიდობისა. გამარჯობათ. დიდ მადლობას მოგახსენებთ მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, რომ მოიცალეთ ჩვენთან გადაცემაში მონაწილეობის მიღებისათვის. ორი სიტყვით რომ შეაფასოთ ზოგადად დურუჯის მნიშვნელობა ქართულ თეატრალურ რეალობაში. კი ბატონო, პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ მომეცით საშუალება, რომ მეც რაღაცა ჩემი აზრი გავომეთქვა. ერთი რაც მნიშვნელოვანია ის არის, რომ აი თვითონ ეს დურუჯი ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია საერთოდ ქართული თეატრისთვის, იმიტომ რომ ეს არის საშუალებას იძლევა პროფესიონალებმა დაინახონ თუ რა პროცესები მიმდინარეობს საერთოდ ქართულ თეატრში, როგორც მოგეხსენებათ, ეს არ არის მხოლოდ თბილისის, მთელ საქართველოს მოიცავს, დასავლეთს, აღმოსავლეთს და ფაქტურად ჩვენ 34 სპექტაკლი ვნახეთ, ანუ სად რა კეთდება, რა პროცესები მიდის, რეჟისორები, მსახიობები ვინ მუშაობენ, რა პიესები იდგმება, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ ლაშა პაპაშვილი და მისი გუნდი კარგ საქმეს აკეთებენ, უდაოდ აი მე-5 თუ მე-6 წელია ტარდება და ეს ძალიან კარგი საშუალებაა ჩვენთვის. ხშირად ვერ ვახერხებთ ჩასვლას რაიონებში და ნახოთ და მეორე ის არის რომ ამ დათვალიერებაზეც მოხდა ის რომ ჩემთვის რამდენიმე აღმოჩენა იყო რამდენიმე სპექტაკლი და მარკ ტვენის არ იყოს გადაჭარბებულად მეჩვენება ის ხმები რომ დადის თითქოს ქართული თეატრს რაღაც უჭირს და იმიტომ რომ იმდენი კარგი სპექტაკლი ვნახეთ და მათ შორის 4-5 ისეთი იყო რომ აი თავისუფლად შეეძლო პირველობისთვის ებრძოლა. კი, ნამდვილად და ზოგადად რეგიონალურ თეატრებზეც მინდა რომ ორი სიტყვით ბრძანოთ, ძალიან რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, არანაირი დახმარება, ხშირ შემთხვევაში არ აქვს თეატრებს, ცივა, გათბობა არ არის, წვიმა ჩამოდის და მაინც როგორ შეაფასებდით თითქმის ყველა რეგიონალურ თეატრში ჩვენ მოგვიწია ჩასვლა და ნახვა სპექტაკლების. იცით რა არის, ახლა მეტნაკლებად ზოგან უკეთეს სპექტაკლები გამოდის, ზოგან ნაკლე ესეა არა მარტო რეგიონში, არამედ დედაქალაქშიც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვიტყვი, რომ ისინი არაპროფესიულად მუშაობდნენ. იქ პროფესიონალი მსახიობებიც არიან, რეჟისორებიც არიან, მოწვეულები, ყველგან ახლა ადგილზე არ არის რეჟისორი, მაგრამ თქვენ მართალი ბრძანეთ. ალბათ უკეთესი ხელშეწყობა რო გქონდეთ, მათაც მეტი საშუალება ექნებათ, რომ ჩაიყვანონ ახალგაზრდა მსახიობი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული რეჟისორი მიიწვიონ და ეს ალბათ მაინც არ ვიცი ხა სხვადასხვანაირად არის თეატრები, მაგრამ ზოგი ადგილობრივზეა, ზოგი ცენტრალურ ბიუჯეტზეა, მაგრამ უკეთეს დაფინანსების პირობებში, როცა ხელფასიც ნორმალურია და
გადადგმოხარჯიც აქციაც, ალბათ ეს კიდევ უფრო გააფართოებდა თვალსაჩინოს, თუმცა კიდევ ამბობ, მაინც მიუხედავად ამისა, ისინი პროფესიულად მუშაობენ და რა ვიცი, საყვედური არ გვეთქვის, თუმცა ხანდახან ზოგი რამ გამოდის, ზოგი არა, მაგრამ ისე რომ რაღაც სამარცხვინოდ იყოს საქმე, ნამდვილად არ არის, მე მგონია. დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ ჩაერთეთ ჩვენთან გადაცემაში და მე კი რადიო მსმენელებს შევახსენებ, რომ ბატონი გიაცკიტიშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და სალომე მართლაც სანამ უკვე გადავიდოდეთ ჩვენ სტუმრებზე და უშუალოდ გამარჯვებულებზე, არ შემიძლია არ თქვა, რომ ის გენიალურ საქმეს აკეთებს კომპანია Redixi და უშუალოდ ლაშა ბაბაშვილი, რომელიც ყოველწლიურად პოპულარიზაციას უწევს ქართულ თეატრს და ჩვენ გუშინო თქვენ კიდევაც მე როდესაც გამოვიდი რომ დღესასწაული არაჩვეულებრივ დღეს ჩუქნის ქართულ თეატრში მოღვაწე და მომუშავე ადამიანებს რომ იკრიბებით და არის სტიმული რომ მომავალ წელს უფრო კარგად წარსდგნენ და რა თქმა უნდა ყოველთვის ვისაც თეატრი უყვარს არაჩვეულებრივ ერთმა ჟიურის წევრმა ბრძანა ლაშა ხარტიშვილმა რომ ყველა ჟიურის წევრისთვის საოცნებოა ყველა თეატრონისთვის საოცნებოა ამ ჟიურისში ყოფნაო და დურუჯის ჟიურისში ყოფნაო და მართლაც ასეა იმიტომ რომ ეს არის დიდი პასუხისმგებლობა ნიკოლოზ. უთულესი და ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, იმიტომ რომ განსხვავებით თქვათ თეატრის მოღვაწეთა კავშირის დაჯილდოებისაგან, სადაც ისეთი პრეცედენტი მოხდა, რომ ჟიურის წევრმა საკუთარი თავი დააჯილდოვა შარშან, ხო, ეს არის ძალიან პრესტიჟული და ძალიან აკადემიური, რომელიც ძალიან ესე ღირსეულად და პროფესიონალურად უძღვება საკუთარ საქმეს და სწორედ აქედან გამომდინარე უნდა მოგახსენო რომ დურუჯმა ჯერჯერობით შეძლო ის რომ აი ეს ღვარჭუჭყი რომელიც ესოდენ მრავლად არის თეატრალურ რეალობაში არ გასურელი იყო. ნახოთ რომ დავა სტატუსო ჩვენს გვერდზე რომელიც მისამართია ავანსცენა რადიო იმედი და ბარემ შევახსენებ ჩვენს მსმენელს რომ შეუძლია დაგვიმეგობრდნენ და მოსაზრებებით დაგვიკომენტონ დღევანდელ გადაცემასთან დაკავშირებით. აქვე მინდა მოგახსენო რომ ჩვენ გახდით თითქმის ყველა რეგიონში ხულოდან დაწყებული თელავით დამთავრებული და აი საოცარია ხულოში სალომე აი წარმოიდგინე მთაგორიან რაიონში სპექტაკლი მიდის და პატრული დადის რიგებს შუა თხილის სკებლა უკავია ხელში და ბავშვი თუ ხმაურობს ურტყას აჩუმებს და ტერიტორიულ მთლიანობაზე საქართველოს გაძლიერებაზე მიდის სპექტაკლი როგორი ანუ რაც იქ ხდება ისიც სპექტაკლია ხო აფხაზეთის თემატიკაზე იქ ალბათ ლაურა რეხვიაშვილი ეხმარებოდა იმათ რომ ღირსეული სპექტაკლი წარმოდგენილი იყო სხვა საქმეა როგორი სპექტაკლი იყო მაგრამ ის რომ მაყურებელს ზრდიან ხულოში ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ასე სხვა რეგიონებში ახლა ჩვენ უნდა უკვე წარმოვადგინოთ გუშინდელი გამარჯვებულები და პირველ რიგში ვილოცავ მათ ბატონი დავით დოიაშვილი და არჩილ სოლოღაშვილი არიან ჩვენთან სტუმრად დოი უკვე მეორედ გახდა დურუჯის მფლობელი და გილოცავთ დიდი მადლობა და მივესალმები თქვენ რადიო მსმენელებს და ძალიან მიხარია რომ აქ ვარ ეს არის პირველი სტუმრობა, ხო? მე მგონი ჩვენი სტუმრებისთვის და მათი პირველ კითხვას დაგისვამთ. რას ნიშნავს ის, რომ თქვენ ხართ დურუჯის მფლობელია? ჩვენ საუბრობთ, რომ ეს არის ძალიან პრესტიჟული ჯილდო, სტატუსი ჟიურის წევრებისთვისაც, მონაწილეებისთვისაც, ლაურეტებისთვისაც, რა თქმა უნდა, გამარჯვებულებისთვის. გაჩნია რანაირად შეხედა რა. იმიტომ რომ ძალიან კაი არავინ არ თქვას რომ არ უხარია, როდესაც მის ნაშრომს აფასებენ რა. მათ შორის მე ძალიან მიხარია და ძალიან გამიხარდა. რასაკვირველია და დიდი მადლობა მართლა მინდა გადავხადო ჟიურის, რომელმაც ესე ჩათვალა საჭიროდ ამჯერად და ესეთი შედეგი გამოაცხადა, თქო. ძალიან გამიხარდა, რასაკვირველია. თუმცა მე მგონია რომ ამ იმდენად კარგია თვითონ ეს წამოწყება რომელსაც დურუჯი ქვია რომ მიუხედავად იმისა თქვა ძალიან ხშირად ყოფილა რომ მე თვითონ მცოდნია რომ თქვა ისეთი სპექტაკლი არ მაქვს გაკეთებული თქვა რომელიც გაიმარჯვეს ამ ნომინაციაში მაგრამ მიუხედავად ამისა მე ყოველთვის ვცდილობდი რომ მონაწილეობა მაინც მიმეღო ამ ფესტივალში იმიტომ რომ თავისთავად ესეთი იმის არსებობა უკვე ძალიან დიდი სტიმულია ზოგადად უნარიანი გარემო იქნება ხო ზოგადად ქართული თეატრისთვის მე ესე მგონია იმიტომ რომ ძალიან ბევრ ამის ნიშნავს როდესაც უბრალოდ არსებობენ ადამიანები რომლებიც სხვა რო არაფერი ყველაფერს რო თავი დაანებო თეატრზე ფიქრობენ ეს ერთი რაც შეეხება მეორე ამას მოსდევს საკმაოდ სოლიდური თანხა პრემიის სახით და პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ ეს არის ჩემთვის ნაყიდი დრო
ანუ თავისუფლება დროში. იმიტომ რომ აი ამ რაღაცა გამთავისუფლებული ფულით თუ რაღაცით მე შემიძლია ცოტა უფრო კომერციის გარდა რაღაცა უფრო სერიოზულზე ვიფიქრო რა. რაც ფუფუნებაა ჩვენს რეალობაში. აბსოლუტური ფუფუნებაა შემიძლია თქვა, იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა იმისთვის რომ ვთქვათ მე დავდგა სპექტაკლი ის რაც მინდა ან მივცე საშუალება ახალგაზრდებს რომ ჩემთან დადგან რაც მათ უნდათ ამისთვის საკმაოდ სერიოზული თანხებია მოსაძიებელი მოგეხსენებათ რომ ცოტა ძნელია ამ თანხების მოძიება და ამის გამო გვიწევს გვინდა არ გვინდა ჯერცეთი გვინდა რატო არ გვინდა გვიწევს კომერციული სპექტაკლების გაკეთება რაც ზუსტად ვიცით რომ ვთქვათ მაყურებელზე კარგად გაიყიდება და იმ შემოსული თანხით სწორედ ვფიქრობთ რომ დავაფინანსოთ ესეთი სპექტაკლი. იცი მე დღეს გისმენდით ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში და მე გამიკვირდა იმიტომ რომ როგორ შეიძლება კომერციული სპექტაკლი არ ქონდეს თეატრს თუნდაც იმიტომ რომ შენ მოიზიდო ის და კომერციული ჩიაჩიო შემდეგ რომ აღზარდო მაყურებლად და უკვე სხვა პროფესიულ სპექტაკლს აესწროს და ნახოს. არა და იქ მე მგონია რომ დათო მაღრაძემ თქვა ძალიან კარგი რამე იმიტომ რომ გაჩნია კომერციას რას ვეძახით რა ამ შემთხვევაში ჩვენ რატომღაც ჩამოყალიბდა ეს მგონია რომ ცოტა სოც შეხედულებაა რომ კომერცია არ ცუდი ხო აუცილებლად ცუდი უნდა იყოს და დათო მაღრაძემ თქვა ძალიან კარგი რამე რა რომ შექსპირზე უფრო კომერციული და ჩეხოვზე უფრო კომერციული ძალიან ცოტა ვინმეა რა ამ შემთხვევაში ამიტომ როდესაც კომერციას ვახსენებ მე არ ვახსენებ ამას რასაკვირველია ცუდი მხრიდან რა პირიქით ვახსენებ არაჩვეულებრივ თეატრი უნდა იყოს იმისთვის, რომ იყოს მაყურებელი, იყოს სავსე და ყოველ დღე იყოს ბედნიერი. რა თქმა უნდა, ეს არის ხელოვნება, წიგნი იმისთვის იწერება, რომ მეტმა იყიდოს სპექტაკლი, მეტმა ნახოს და ძალიან ბევრი სპექტაკლი, ამიტომ ეს არ ნიშნავს, რომ კომერციული ცუდია. აჩკო, ილოცავთ დურუჯის ესეთ საპატიო წოდებას, არის საპატიო ნამდვილად ჩვენ თეატრალური ოსკარი დავარქვათ საქართველოს, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ შეიძლება დავარქვათ. ხო? აი, გაგეხარდა? რასაკვირველია, ნუ პირველ რიგში მე დავიწყებ რომ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მე ისე საინტერესოდ საუბრობდით რომ დამავიწყე რომ სტუმარი ვარ და კაიმსმენელი ვიყავი უცბად და რასაკვირველია გამიხარდა, იმიტომ რომ ეს არის იმ წვალების და იმ შრომის დაფასება, რასაც ჩვენ წლების მანძილზე ვაკეთებ და მე ძალიან მიხარია რომ სწორედ ის რაშიც თვლი და რაშიც ადამიანი მსახიობი ყოველ შემთხვევაში ეტაპობრივად ხომ იზრდება. მე შესაბამისად უკვე 8 წელი არის დაახლოებით ამ თეატრში ვარ და მე ბედნიერო რაღაც ძალიან ბევრი სხვადასხვა ფერის როლი ხვდაწილად რომ მეთამაშებინა. როგორ გამეკეთებინა, რა გამოვიდა ეს ცალკე ამბავი, მაგრამ ამასობაში გინდა არ გინდა შალაშინდები და მე მიხარია რომ ეს ის პაკი გამოვიდა ისეთი რომელშიც რაც შემეძლო ყველაფერი ჩავდეს, სხვადასხვა ფერი გამოვიყენეთ და თქვენი წყალობით პატრიცემლო ჟიური. წარე გამოცდილება ჟიურის ახსენების და ეს რა ვიცი, თამამად შემიძლია თქვა რომ თქვენი წყალობით ეს დამიფასდა და მე ბედნიერი ვარ რომ კიდე ერთხელ ვიძახი ამას და არ დავიღლები რომ მე ბედნიერი ვარ ჩემ თეატრს, მუსიკის და დრამის თეატრს წარმოვადგენდი და ვიყავი წლის საუკეთესო მამაკაცი მსახიობ მამაკაცი. კი ბატონო, ასე წლის საუკეთესო მსახიობი ქალის როლის შემსრულებელი სწორედ ამ თეატრიდან არის ანკა ალექსიშვილი, ჩემი ჯგუფელი. მე გამომაგდეს მე სამსახიობოდან, მაგრამ ანკა დატოვეს, აი ეს სახელოვნად ესე იგი სწორად მოიქცა გოგი მარგველაშვილი. ანკა კალატოზიშვილი ხატვარის საუკეთესო სცენოგრაფიისათვის და აჯილდოვეს დათა გაბუნია საუკეთესო რეჟისურისათვის და აქვე მინდა აღნიშნო ახალგაზრდა რეჟისორისთვის. საუკეთესო პიესისათვის უკაცრად და აქვე მინდა აღნიშნო რომ კულტურის სამინისტროს პრიზი ისინი ყოველ წელიწადს 10,000 ლარს სალომე აძლევენ ახალგაზრდა რეჟისორს რომელიც შემდეგი სპექტაკლის დადგმისათვის გამოიყენებს აი ამ ფულს და მართლაც ეს ძალიან დიდი წახალისებაა ახალგაზრდისათვის რომ მან უკვე აღარ უნდა იზრუნოს იმაზე რომ ფული საიდან იშოვოს მან უნდა იფიქროს რა დადგას და როგორ დადგას ხმის რეჟისორი გვანიშნებს რომ საინფორმაციო დრომოვიდა და ახლა საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ჩვენ ისევ დაგიბრუნდებით. ავანსცენა ნიკა წუნუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე. დაგიბრუნდით ისევ ძვირფასო რადიო მსმენელებო, ვაგრძელებთ გადაცემას და ჩვენ საუბრობთ დურუჯზე, დურუჯის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც გუშინ გაიმართა კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში ყვარელში და გამარჯვებულები ბატონი დავით დოიაშვილი და არჩილ სოლოღაშვილი არიან ჩვენთან სტუმრად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ახლა ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ემოციაზე, ძალიან რთულია რომ რას გზნობ და რას განიცდი და არაფერს არ გზნობ, კაცო გიხარია და განიცდი მაგას. რა თქმა უნდა. დოი წეგან ერთ-ერთი
ერთ გადაცემაში დღეს წამოგხსნა რომ რაღაცაო ისევ ფიქრობ რომ შექსპირს შევეჭიდო თუ ვარ არის უკვე ჩამოყალიბებული რამე აზრი რო გითხრა თუ ჯერ თან შეიკავებდი არა არაფერს არ შევიკავებდი ძალიან ფიქრობ რომ კვლავ ავიღო შექსპირი და გავაკეთო არც მალავ პიესას ეს იქნება ქარიშხალი შექსპირის ოღონდ ნუ ჯერჯერობით ესე ვფიქრობ თითქოს რაღაცები მაქვს მოფიქრებული მაგრამ როგორ არის არ ვიცი მე ესე არ ხოლმე რაღაცა სპონტანურად უნდა დავიწყო და ესე გათვლილად ვერასდროს ვერ ვიწყებ აი უცებ უნდა თქვა რომ всё ხვალიდან ვიწყებ და აი ვიწყებ და მომწიფდება ალბათ აზრი კი ჩვენ ველოდებით გულის ფანცკალით ერთ-ერთმა თეატროდნები მითხრა რომ მე მგონი ამ ფესტივალებსო იმიტომ ატარებენო რომ კიდე ერთხელ დაგვარწმუნონ რომ რა კარგია ქართული თეატრი იმათ ფონზეო აი ხშირად გიწევს წასვლა საზღვარგარეთ გასტროლებზე დადიხართ ესტრები უცხოურ წარმოდგენას როგორ ფიქრობ თანაფარდობითია ქართული თეატრი და იდენტური თუ ცოტა წინ არის თუ ცოტა უკან იცი რა ესე ძალიან ძნელია ყველაფრის ერთ რაღაცაში მოხარშვა რა ჩემის აზრით მაგრამ აბსოლუტურად გულწრფელად შემიძლია ვთქვა რომ პოტენციალით ალბათ ნუ ძალიან ბევრი სპექტაკლი ძალიან არსებობს არ ვიცი ამას რა დავარქვა რა ამას ალბათ ქვია რაღაც quality ხარისხი რა ძალიან ბევრი სპექტაკლი ჩემიც მათ შორის თქვა როცა გამიტანია ხვდები რომ ხარისხით ვერ გაუძლო ამ გადანას არის რომ გაუძლო და კარგად გაუძლო ესეც არის ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით ეს არის თვალშისაცემი მხატვრებზე აი როცა მხატვრები გადიან ხოლმე და როდესაც ძალიან დიდ ტილოებთან ერთად იფინებიან იმ წუთი ხვდები რომ ხარისხობრივად ცოტა ჩამოვარდება ან პირიქით რანგი უჭირავს ზუსტად აი ამას ესე სიტყვიერად ძალიან ძნელია ამის ახსნა ამიტომაც იქაც ძალიან ბევრი ნაგავი მინახავს იმაზე მეტი ალბათ ვიდრე საქართველოში მაგრამ არის რაღაც სპექტაკლები და არის რეჟისორები რომლებიც ნუ მინახავს და აღწევანებულ ვარ და ვიძახი რომ ხო ალბათ ეს არის აქეთკენ უნდა წავიდეს თეატრი მე რომ ფიქრობ რომ აქეთკენ არ უნდა წავიდეს მაგრამ ეს საინტერესოა და ასე შემდეგ ამიტომ ესე მიჭირს მე სულ გამბობ ხოლმე რომ რაც ყველაზე მეტად აკლია ქართულ თეატრს ეს არის ფული ალბათ ხო არა მარტო თეატრს მე მგონი შენ და მე ოჯახი ალბათ მაგრამ ჩვენ ზოგადად თეატრზე ვლაპარაკობთ არა ხელოვნებას გულისხმობ ქართულ თეატრს აკლია ფული ნამდვილად ქართულ თეატრს აკლია ტექნოლოგიები და მათი მცოდნეები რაც ძალიან აკლია ჩემის აზრით იმიტომ რომ უკვე ხმის რეჟისორი გამნათებელი რომელსაც იციან ეს high class-ის ხო არ იცით რა გამნათებელსაც მოიძიებ ხმის რეჟისორი მოიძიებ მაგრამ უკვე ისეთი ფაქტურები გაჩნდა ახალი თეატრში ვიდეო ინსტალაციები 3D-ს გამოყენებით რაღაც აი წარმოუდგენელი რომელიც უბრალოდ თქვა რამოდენიმე სპექტაკლს შოკის მომგვრელია რა რომ უყურებ უბრალოდ ვერ ხვდები რისგან არის გაკეთებული ან როგორ არის გაკეთებული ძალიან ხშირად განსაკუთრებით მიუზიკლებს აქ ხოლმე ეს ისა ძალიან ხშირად პირველი აქტის შემდეგ ვცდილობდი ხოლმე რომ შევსულიყავი კულისებში და უბრალოდ ფაქტურისთვის მომეკიდებინა ხელი რა ფაქტურითაა გაკეთებული ან ეს როგორ არის მიღწეული ან რაღაცა გაკეთებული ამიტომ ამ ტექნოლოგიებში ამ სერიოზული ფული ხარჯება ფულიდება და ძალიან ძნელია თუმცა მეორესაც ვამბობ უფულობა ზოგჯერ კრეატივის საწყისია რაღაც დონეზე შემთხვევაში როცა ხვდები რომ არა გაქვს ფული და უნდა ძალიან საინტერესო გააკეთო რომ დაიჭირო მაყურებელი. ზოგჯერ ესეც ხდება ხოლმე. მაგას შეიძლება ნუ გაიმეორებთ რომ კრეატივი მოგაფიქრებინებენ რომ ანჩკო სახიობის პროფესია მაინც რაღაცა სულ დამოკიდებული ხარ რაღაცა აი გამოდიან უბრალოდ სახიობები და ამბობენ რომ აი თანხმედრა ვერ მოხდა რაღაცა თქვენ თეატრს აი ამ ბირთს მე ვფიქრობ რომ ძალიან გაგიმართლათ იმიტომ რომ ყველაზე ისეთ კუნძულზე აღმოჩნდით სადაც აი სულ ერთენაზე საუბრობთ ეს ალბათ დოის დამსახურებაც არის იმიტომ რომ საკუთარი ბირთვი შემოიკრიბა ირგვლივ და ის რაც აი ამ ფესტივალის ყველაზე კარგი სპექტაკლები ადასტურებს რომ მსახიობი უნდა ცეკვავდეს უნდა მღეროდეს შეუც ფლობდეს და შეეხედებოდეს აი ეს დოიმ რაკი მას თავიდან შეკრა ეს დასი და თანამოაზრეთა გუნდი უფრო გაითვალისწინა ხო აი თეატრი მაინც მე უფრო იდეაზე ვლაპარაკობ ვიდრე ხა კონკრეტულ კითხვაზე შენ როგორ ფიქრობ
აი ეს თანამოაზრეთა ჯგუფი მსახიობებისთვისაც საინტერესოა და კარგია ერთი და იგივე ხალხთან მუშაობა თუ მარტო რეჟისორისთვის რო კარგია ეს ცალსახა? არა, ბუნებრივია, იმიტომ რომ გვერდზე რო გაიხედავ თითქოს სარკეში იხედები, უკვე აქამდე ვართ ჩვენ მისული, იმიტომ რომ ხო, ძალიან ჯერ ეს ერთი ყველა მეგობრები ვართ. ვიყავით მეგობრები, სანამ თქვათ ვიღაც მოხდებოდა, მე უცბად დანათესავებულები ვართ, ვიღაც მეჯორე, ბავშვის ძალიან ახლო წრე აღმოჩნდით უცბად. აი ამ რამდენიმე წელიწადში. კი ბატონო, აი ამ რამდენიმე 5-6 წელიწადში 7-ში. 5-6-7 ალბათ, აი ეს საშუალო და ეს რასაკვირველია, ძალიან გიმარტივებს მე უკვე პროფესიაში სცენაზე დგომა, აი სცენაზე გახარ თუ არა. ძალიან მარტივია, მე ღმერთმა დაგიფაროს, რამე შეგეშალა, არავინ არაფერსგან დაზღვეულები არ ვართ, ხო? დაგავიწყდა რაღაცა, ფეხი გადაგიტრიალდა. ძალიან მარტივია. კი. არ ნერვიულობ იმაზე. იმიტომ რომ ზუსტად იცი რომ შენს გვერდში მდგომი ისე გააგრძელებს, რომ ესე იყო თურმე დადგმული. ვერავინ ვერ მიხვდა. ხო, ვერ მიხვდა არასოდეს ისე გაგიჩნდება, რომ იმას შეეშალა, რაც მაყურებელმა იცის ხოლმე, ის კი არა რომ რა დაემართა, შეეშალა იცის. არ გპატილებს. ხო. პირდაპირ იცის შეეშალა. აი შეეშალა თითქოს ჩვენთან არ არის, რაც ძალიან დიდი სტიმული არის და ამიტომ წელსაც დურუჯზე ხო ჩემს გვერდზე ძალიან ღირსეული მსახიობები იყვნენ. ბაჩო ჩაჩიბაია, მე ვთვლი რომ ძალიან ნიჭიერი მსახიობია. ბაჩოს ვიცნი კურსელები ვიყავით. და ძალიან ისეთი დამთხევარი მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც სტუდენტური ფესტივალი იყო, მაშინაც მე და ბაჩო ვიყავით ერთად. უბრალოდ მაშინ როგორ იყო, იცით რომ მე სეილემის პროცესი დაიდგა და მე ვთამაშობდი დენფორდს, რა კარგი ვიქნებოდი ხო ხდები, მაგრამ ნუ იყო ასე. და ბაჩოც თამაშობდა მაშინ და როგორ იყო, იცით რომ ერთი პრიზი იყო წლის, ასე ვთქვათ, საუკეთესო სტუდენტი, მსახიობი კაცი. ბაჩო მაიღო და ჩემთვის დაემატა და ძალიან მეუხერხულება ეს უნდა თქო შენ უფრო მიხვდები რატო ვიძახი დენფორდის როლის საუკეთესო შემსრულებელი და ეს როლი ვის აქვს ნათამაშები თუ გინდა შენ ჩამოთვალე კი ნამდვილად თუმცა არაფერი ეს ძალიან ისეთი იყო სტიმულია რა თქმა უნდა რომელიც აგერ აქ გამოვლინდა აჩიკო ანუ მე მაინტერესებს ეს მოლოდინი როგორი იყო წელს დურუჯზე ნუ რა თქმა უნდა როდესაც ესეთი კონკურენტები ყავს ვის ღირსებებსაც ძალიან კარგად იცნობ მაგრამ შენ გასახელებენ კაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად ელოდებოდი პროცენტულად რასაკვირველია ველოდებოდი რა ხან ნომინირებული ხარ 1 2 3 4% რაღაცა არსებობს მე თბილისია ძალიან პატარა და შეძახილმა ხე გაახმო როცა ყველა გიძახებს რომ ანუ შენ რა თქმა უნდა ამ დროს გვერდანაც უყურებ შენ თავს თან გააჩნია ვინ გეუბნება მაგრამ მაინც რაღაცა მქონდა და პირველი აი 3 წამი არჩილი ვერ გავიგე სოლო ღაშვილი უკვე მივხვდი შენზე იყო სიმძი არის ეს გვარო ღაშვილამდე უკვე მივხვდი შენზე იყო ღაშვილზე მარტო შემთავრდებოდა სუია და ავაი შესაბამისად მივხვდი რომ ჩემთავს ხდებოდა ეს ყველაფერი და ძალიან დიდი პატივი არის და ძალიან დიდი სტიმულია და რაც თავარია ძალიან დიდი პასუხისმგებლობა შენ ამბობდი რომ წელიწადში ერთხელ ხდება ესეთი რამ ერთადერთი დაჯილდოვება არის და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადო დურუჯს იმიტომ რომ მართლა მარტო ერთია რომელიც გიფასებს თითქოს აჯამებს თან წლიურ ნაშრომს თეატრებში და მე ბედნიერი ვარ რომ ხვდა ეს წილად დოი აი დაჯილდოებაზე რომ ყველა ერთად მოხვედით რაღაცა ერთიანად დოის ჯგუფი რომელსაც უწოდებენ ხო ყველა თაობის რეჟისორს წინა თაობას კიდე იმათ წინა თაობას და სულ უფრო თაობის რეჟისორებს ყოველთვის ყავდათ ერთი ან ორი გამოკვეთილი მსახიობი რეჟისორს და მე ისტორიაში ისე ხდებოდა რომ იმ რეჟისორს ან თეატრიდან აგდებდა ან თუ დღეში აგდებდა სწორედ ის ერთი ან ორი მსახიობი მე რომ ვუყურებ ფაბულას შენი როლების განაწილებისას ყოველთვის ვცდილობ ხოლმე არ შეიძლება ეს ემთხვევა მაგრამ რომ ის ერთი ან ორი არ იყოს ყოველთვის თანაბარ ფარდობითად არიან შენი გუნდში მსახიობები დაკავებულები და ამიტომ აი ეს თუნდაც კონკურენცია თუნდაც ის შუღლი ან ინტრიგა რაზეც ხშირად საუბრობენ ხოლმე თეატრში შენთან არ არის როგორ ფიქრობ ეს ამის დამსახურებაა თუ იმის რომ ახალგაზრდა დასია და ერთმა რუსთავის თეატრის მსახიობმა მითხრა ძალიან სახელოვან უბრალოდ არ დავასახელებ მაგრამ ის არ უთქვამს შენს რომ დოის მსახიობებს რო უყურებ მახსენდება ჩვენი რუსთავის პერიოდი რამე თუ ყველასო ერთი მიზანი ქონდაო რომ ყველაზე მაგარი თეატრი ქონოდა რაგი მარჯანიშვილიდან გაყრილები ვიყავითო და გვინდოდაო რომ ყველასთვის დაგვემტკიცებინაო და მე როგორ დავბრუნდით მარჯანიშვილში ისევ აგვერია აი როგორ ფიქრობ ეს აი ამ განაწილების სისტემაა თუ ახალგაზრდა დასის იცი რა არის პირველი რაც მინდა ვთქვა
ერთი რამეა, მე არ ვთხოვ ჩემ არტისტებს, რომ აფრენდნენ ერთმანეთზე და გიждდებოდნენ. აი არ ვთხოვ ამას, მაგრამ რასაც კატეგორიულად ვთხოვ და ვითხოვთ იაჩი, ეს არის, რომ არ ჩამოვიდნენ იმის ქვემოთ, რისი უფლებაც არ აქვთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. მეორე ისეთ გადაღლილ საუკუნეში ცხოვრობთ მართლა, იმ ყველას იმდენი პრობლემა აქვს, რომ აი ხა კიდე ინტრიგაში, შიგნით და ახლის და არავის არ აქვს და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეს მათ ავაცილო რა. ძალიან ბევრი რამით კეთდება ეს. მაგალითად შეიძლება არტისტებისთვის ეხლა ვამბობ, ხმამაღლა მიუღებელია, მაგრამ ძალიან დიდი პერიოდი ქონდა ურავნილოვკა, ესე ვთქვათ, ბჭყალებში, ანუ ყველას ქონდა ერთნაირი ხელფასი. მიუხედავად იმისა, მთავარ როლს თამაშობდა თუ არ თამაშობდა თუ ეპიზოდებს. მხოლოდ იმიტომ, რომ შიგნით არ გაჩენილიყო აი ეს რაღაცა, ხო იმას მეტი აქვს, ამას ნაკლები აქვს რა. როდესაც ვთქვათ გასტროლებზე მინდოდა ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად გვიხდება, ვთქვათ გასტროლები, აი დღესაც ქონდა იგივე კოტესთან კამათი. კოტე მეუბნებოდა, რომ ისევ გავაკეთოთ, ანუ გონორარი, რომელიც განაწილება იყოს თანაბარი. მეუბნები, რომ არ არის სწორი, იმიტომ რომ ვიღაცას თავარი როლი აქვს ვიღაცას ეპიზოდი. ნუ მან დღეს მაინც ესე გადაწყვიტა, რომ კარმენი მიდის ამჯერად და იმიტომ ამბობ, რომ არა, იქნებ თანაბრად. ნუ რახან ესე გადაწყვიტა, ესე იყოს. ვთქვათ, მე შეიძლება არ გადავწყვიტეს. მაგრამ მარტო ამაში არ არის. იქაც ვთქვათ, ვცდილობ, რომ თუ ვიღაცა ძალიან წამოიწია, ცოტა ხანი ვთქვათ, სხვას მივცე შანსი, რომ ის წამოვიდეს, მივცე ახალგაზრდებს მეტი შანსი და ვთქვათ, უფრო ვისაუბროთ და თავისთავად ახლა შეიძლება მე მეშინია სიბერის. და სულ მგონია რომ ბერდები. იმიტომ რომ განსაკუთრებით ჩემი შვილები, როცა მოდიან ჩემ სპექტაკლებზე და უყურებ თუ დაამტკნარეს, ნუ ეს აი ჩემთვის ტრაგედია. იმიტომ რომ განსაკუთრებით თემურიკო, რომელსაც მაინც და მაინც არ უყვარს თეატრი, ჩემ ბიჭს და რო უყურებს ხოლმე რაღაც ბეზდება, რომ თუ რა ხანდახან პოზა აქვს მე მგონი და აინტერესებს კიდევ. შეიძლება არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სულ ამოწმებ მათზე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამე რა, სხვა დრო არის, სხვანაირად მოდის ინფორმაცია, ძალიან სწრაფად იგებენ ამ ინფორმაციას. ჩემგან განსხვავებით მე უფრო ნელა ვიგებ, ამას ვგრძნობ. ერთ წამში აქვს აღქმის უნარი და ამიტომ მგონია რომ ძალიან ბევრ რამეს უფრო ნელა ვყვებით საერთოდ, ვიდრე ეს საჭიროა. ამიტომაც რა ვიცი და ნუ ეს ახალგაზრდული შემართება ძალიან ბევრ რამეს აკეთებს თავისთავად რა. უამისობაც არ არის, ეგეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია და მესამე რაც ასევე ძალიან კაია არის რომ არასდროს არ მაქვს ის მომენტი რომ ვთქვათ ვიღაცას რაღაცა დაუმალო. მე მაქვს ძალიან ფიცხი ხასიათი. ამიტომ რაც არ მომწონს ეგრევე ვამბობ, უბრალოდ ხვალ შეიძლება ეს აღარც მახსოვდეს, მაგრამ ვამბობ იქვე. ამიტომ იქვე მთავრდება ყველა პრობლემა. მე ესე მგონია. კი, ნამდვილად სამწუხარო ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. დიდი მადლობა რომ მოხვედით. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ უფრო მე წარმატებას, ბევრ გასტროლს, ბევრ სპექტაკლს და რა თქმა უნდა, ბევრ მაყურებელს. და ამის ფინანსურ დაფასებასაც. დიდი მადლობა. ნახვამდის ჩვენ მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით. უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე.